მნიშვნელოვანი კომპონენტით ხდება ამ შეფასების გაკეთება. პირველ რიგში საუბარი ეხება კომპენსაციას, რასაც მეტწილად და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება იხდის ხოლმე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, თუმცა მეორე ნაწილი არის უკვე ფუნდამენტური აღსრულება, რაც გულისხმობს როგორც რეფორმების გატარებას, ისე დანაშაულში მხილებული პირების დასჯას. სწორედ ეს მეორე ნაწილი არის ძირითად შემთხვევებში შეუსრულებელი და 77 საქმე არის ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ აღასრულებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს საქმეები ეხება როგორც შეკრება მანიფესტაციის თავისუფლების დროს დაფიქსირებულ დარღვევებს, ისე მაგალითად პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს და ერთ-ერთი უფლებადამცველი ჩვენთან ყვება მას შორის იმ кейსზე, რომელიც პოლიციელის ადევნების დროს ჩადენილ დანაშაულს ეხება და ამ დრომდე ეს პოლიციელები სისტემაში რჩებიან და მათ არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ პოლიციელების მიმართ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. გარდა ამისა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მართალია დღეს 77 არის რიცხვი იმ საქმეების, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს ქართული ოცნება, თუმცა ეს რიცხვი მომავალ წელს ერთი-ორად გაიზრდება, ვინაიდან მომავალ წელს უკვე ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევა საჩივრები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც დაფიქსირდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ქუჩაში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან მოხდა მოქალაქეებზე და მანიფესტაციის მონაწილეებზე ძალადობა, ამიტომაც მათ არ აქვთ უფლებადამცველებს მოლოდინი, რომ პროკურატურა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩადენილ უახლოეს დანაშაულებს გამოიძიებს. საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც ყველაზე დაბალი შესრულების მაჩვენებელი აქვს ზოგადი ღონისძიებების კუთხით. წლიდან წლამდე ჩვენ უყურებთ იმას, რომ არაერთი მიმართულებით მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში წერია, რომ არაფერი არ არის შესრულებული. პირიქით, არათუ რამე პროგრესი გვაქვს, არამედ რეგრესია იმ კუთხით, რომ ის მიღწევები, რაც საქართველოს ჰქონდა, წამების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, უკან იქნა გადათქმული. პოლიციის დევნის დროს გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი და აქ საქმეზე პროკურატურას ჰქონდა თავის დროზე საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როდესაც გავაგზავნეთ გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, ხაზგასმულია, რომ პროკურატურის ძალიან ბევრ დარღვევაზე არის მითითებული და ის რომ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გამოვლენილიყო რეალურად რა მოვლენები განვითარდა პოლიციის დევნის დროს. ამის შემდეგ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუმცა უშედეგოდ მიმდინარეობდა მთელი წლის განმავლობაში ფაქტიურად არაფერი არ განხორციელებულა, ხოლო გაუქმების შემდეგ, როდესაც ეს ორგანო გაუქმდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საქმე გადაეცა ისევ პროკურატურას, სწორედ იმ ორგანოს, რომლის დარღვევებზეც არის გამოსული გადაწყვეტილება და რომლის დარღვევებზეც არის გადაწყვეტილებაში მთელი ხაზგასმა მინიშნებული. ამ დროისთვის დაახლოებით 78-ია საქმე, რომელიც აღსრულებელი რჩება და ამ საქმეების აღსრულება 5 და მეტი, ზოგჯერ 9 წელის განმავლობაში გრძელდება. საინტერესოა იმის თქმა, რომ აი ამ აღსრულებელი მიმდინარე საქმეების დიდი ნაწილი ექცევა გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ. დაახლოებით 48 საქმეა გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ და 29 საქმე სტანდარტული ზედამხედველობის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ საკითხს და საქმეების უფრო დიდ ნაწილს აღსრულების ფარგლებში მინისტრთა კომიტეტი ორმაგად მეტი ინტერესის ქვეშ აქცევს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს 77 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები აქვს აღსასრულებელი და ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ახლა ეს საქმეები და ახლა ქართულმა ოცნებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ არ ასრულებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა.